პუშკინი თქვათ მაგალითად აირაის ამერიკული ინსტიტუტის თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი იყო, რომელიც იუსტიციის მინისტრად დაინიშნეს და რომლის ინიციატივით დღეს გირგვლიანის მკვლელების შეწყალება მოხდა უკვე და ეს ხალხი ციხიდან გამოდის? ხო არის ეს საზოგადოების ნაწილი? ხო, აბა არ იცოდი? არ ვიცოდი. შეწყალების კომისიამ გაუნახევრა, ესე იგი მისჯილობის ვადები, თუ ისე დაუპატარავა, ნუ რაც იჯდნენ უკვე იმით ეკუთვნით რომ გარეთ არიან. შენთანაც მაქვს მეკითხვები, იმიტომ ვარ შემოსული. ხშირ შემთხვევაში, როდესაც არ ახარ საკითხს ჩახედული, გაქვს შენი პოზიცია, რომელიც არ მინდა რომ გქონდეს. კონკრეტულად გულზე მომხვდა, თქვათ, რამოდენიმეჯერ ისეთი საკითხის გარჩევა, როგორიც იყო 90-91 წლების სამოქალაქო დაპირისპირება. ეს აუცილებლად უნდა გაირჩეს და უნდა გაირჩეს თავისუფალი სასამართლოთი და უნდა მოხდეს ეროვნული შერიგება და ყველას დიდი პატივის მიღება, მაგრამ უნდა გაირჩეს ეს სასამართლოზე და არა საკანში. მეორე, რაც ესე იგი გულში თავში ძალიან მომხვდა, ეს არის აფხაზეთის ცნობა არ ცნობის ამბავი. ტაბუ უნდა კონდეს დადებითი იმას. მე მაგითო გავაკეთე ეგ რომ მხოლოდ ტაბუ ავხსენით ემას. ტაბუ რას ნიშნავს? ამაზე არასდროს არავის არ ულაპარაკია. სარწმუნებული ვარ რომ იმასაც იძახი ყველაფერში გულწრფელი ხარ იმდენად მე შეგიცნობ, მაგრამ მე მაინც მგონია რომ არის ისეთი თემები, სადაც კომპეტენტურობა უფრო მაღლა უნდა აიწიოს, ვინმე სხვა დანარჩენი რამ არის. ისეთი, მოდი ესე ვთქვა, ჩვენთვის ხელმიუწვდომელი არის ისეთი თემა, როგორიც არის სამშობლო, მიწა, წყალი, რა ვიცი. შემდეგი არის შემდეგი უკვე ის არის ღამე, რომ ცოტა გაგიჟდები ხოლმე, შენ თავს არ გავხარ ხოლმე და რომ თამაშობ ლევან. ხო, ვიცი. თამაშობ. ვიცი გია, ვიცი. ესა როცა თამაშობს კაცი თავის თავს აი ნახდათ სულის ამოხდა ეგეთი უნდა რაც უცნობმა გივის გაუკეთა მეთქი. აი ალალ მართლალი სულის ამოხდის ამბავი გააკეთა. იმიტომ რომ მართლა სული ამომეხადა მაგის ამ ტექსტი და ამ სიტყვებისგან რა. ხო, მაგრამ რაღაცნაირად მეცად არ უყურებ ხოლმე საბანს გადავიფარე ვაიმე. უნდა დაგიჟდა ვაიმე. არა, თვითონ ბრენდი გავანოლე, გივი, მარტო გივი კი არა. ვისაც გივი? მე მგონი საქართველოში გივის სახელს აღარ ესე ურეპეტიციოდ და ესე არასდროს არ მქონია ჩემს ცხოვრებაში კონცერტი და მეც ვღელავ ცოტა არ იყოს, მე დასვენება მჭირდება, დაძინება მჭირდება და თუ დამასვენებ ლევან კარგს იზავ. დედა ნერვიულობს, ორივე აქავარ და ერთი მაიცია. დედა. ხო და დღეს ვაპირებ, გამოვიძინო კარგად და ხვალისთვის აღარ ვიყო დაღლილი და რაღაცა ეს მინდოდა რომ მაგდებ ესე იგი. არა, მე საზოგადოებას მინდა დავპირდე, რომ 9 აპრილამდე აუცილებლად მინდა შემოვიდე და ერთი ღამე შენთან ერთად დავიძინო რა. ო, ლევა! ოქრო ხარ რა, მაგრამ რა ცოტა რაღაც სხვა რამეც ჩამოგეტანა რა. სახელსაც აღარ ვიტყვი. მარტო აი ტონალობითაც უნდა მიხვდეს ხალხი. აღარ ვიძახი ბატონო სახელს, რა გინდათ? ლევან, აი ეგეთი რამე მოვიფიქრე. იქ ოქროა. აი რამე მოვიფიქრე, რა ვქნა. როგორი ქუდია, რა ქუდია. Молодец, Лёва, молодец. Გივი კანდალები მინდა რუსულს უბაზრობ, გივი! კანდალები!
No pasará. Madlub! Შემიგნობა თვალებს როცა ახელდა ბედისერა სწორედ მაშინ ახელდა როცა წვიმაივლი ყველა გავსენდა მარტო ჩემი სასაცილო დასველდა მადარების რეალად სადიად შენი კუბის მიგები არ მოუსმენ აღარავის რეალად Guy Harris. Oh, Giri! Momemamuli. ყურადღება საკანონო ნომერი 5-ის პატიმრის საყურადღებოდ სასწრაფოდ დაბრუნებით საკანში რუსთაველზე გავიდეთ პარლამენტის კიბეებზე დიახ დავხაროთ დავწოთ ეს იქნება უკანასკნელი ხალხი უკანასკნელი რომელსაც ამ ბიჭი ადამიანს გადაუხდის პირველი ძველი მიშა ეხლა კიდე მოიგანე